ოფიციალური პირების განცხადებით 4 თებერვლის ღამეს საგანგებო სამსახურის დანაყოფები პენსილვანიის საავადმყოფოს ერთ-ერთ ნაწილში გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ და შემთხვევის ადგილიდან პაციენტები გაჰყავდათ. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით, ცეცხლი სახურავსა და საოფისე ფართებზე იყო მოდებული. სახანძრო დანაყოფების ადგილზე მოსვლის შემდეგ დავიწყეთ ხანძრის ქრობის პროცესი. პოლიციამ და პენსილვანიის სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში მყოფთა ევაკუაციაზე იზრუნეს. ხალხი გაიყვანეს საავადმყოფოს 4-ვე სართულიდან და გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან. ხანძარი ძირითადად ლიკვიდირებულია, ახლა ცალკეულ კერებს ვაქრობთ. დაწესებულების უმეტეს ნაწილს ხანძარი არ შეხებია. დაშავებულები არ არიან. ჩემი აზრით, მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით ყველამ, ვინ შემთხვევის ადგილზე მოვიდა, შესანიშნავი სამუშაო გასწია. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დიქსონ სიტიში ლიჰაიველის საავადმყოფოდან ყველა პაციენტი, პერსონალი და ვიზიტორი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ლავაკანის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ტომ ტეილორმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან 77 პაციენტი იქნა ევაკუირებული. ძველი ორთოპედიული განყოფილების სახურავზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოდან 77 პაციენტის გამოყვანა შეძლეს. მათგან 6 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან იყო. ერთ სასწრაფოდ დასჭირდა გადაყვანა. წინასწარი მონაცემები ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაჩნდა ხანძარი დიქსონ სიტიში, რომელიც კრანტონიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.